26 მაისის მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ ფლანგზე რიტორიკა მწვავდება. ცალკეული პოლიტიკური აქტორების მხრიდან რადიკალური მოწოდებები ისმის. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადება სიმძაფრით გედევან ფოფხაძის გამოსვლამ გადაფარა. ქართული ოცნების ყოფილი წევრი 26 მაისს უწყვეტი აქციების დაწყების და რადიკალური ნაბიჯების გადადგმის, მათ შორის შენობების პიკეტირების მომხრეა. ახსენებს მსხვერპლსაც. როგორი უნდა იყოს ოპოზიციის სამოქმედო გეგმა, არ შემდგარი ერთობისა და ალტერნატიული პლატფორმების შექმნის ფონზე პოზიციები გაყოფილია. ახალი არჩევნების მიღწევის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების გეგმის ნაწილში პოლიტიკური აქტორების მოსაზრებები ერთმანეთს აღარ ემთხვევა. მაშინ როცა ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ კოორდინაციას საკმარისად არ მიიჩნევს და რადიკალურ მოქმედებებს ითხოვს, კიდევ უფრო მკაცრდება ტონი იმ პარტიების მისამართით, რომლებსაც მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობა ოფიციალურად გაცხადებული არ აქვთ. ოპოზიციის ნაწილი გეგმას სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის ფარგლებში აწყობს. პლატფორმაში მყოფი პარტიების ნაწილი კი ყოფილი პრეზიდენტის ნაბიჯებით უკმაყოფილო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილ ფორმატში მართავს შეხვედრებს. მმართველი გუნდი 26 მაისს პროვოკაციებს არ გამორიცხავს. წლების წინ, როდესაც მიმავალმა სახელმწიფო მდივანმა დაიბარა ის, რაც საქართველოში ხდება უკვე ბევრჯერ ნანახ ფილმს გავსო, ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ფილმის სცენარს ქართული პოლიტიკა კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდებოდა. და აი 2025 წელსაც, როცა ოპოზიცია ისევ საპარლამენტო ბოიკოტის გზას გაჰყვა და პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანა. მერე ნებათა ხელვაც დაცხრა და ერთობაც ბევრ ფრაგმენტად დაიშალა, ტრადიციულად ურთიერთ თავდასხმებისა და ბრალდებების რეჟიმში გადასული ოპოზიციის რიგებში პოლიტიკურმა ფანტაზიამ ზოგიერთი მაინც ისევ ძველ რევოლუციურ ოცნებასთან დააბრუნა. დამხობა და ძალადობა რაც გიდათ ის დავარქვით. თუ ძალით ბიზინა ივანიშვილს არ გავიტანთ, არაფერი არ გამოვეგ უნდა გვესმოდეს. თავის უფლების აღდგენის დროს ადამიანები რა ფორმითაც ამას არ უნდა აკეთებდნენ, ეს კანონიერია, კონსტიტუციურია. კონსტიტუციისა და ძალის გამოყენების ოქსიმორონში კიდევ ერთ ტელეეთერში, კიდევ ერთი პოლიტიკოსი უფრო შორს წავიდა. ახლა როცა ოპოზიციურ აქტორთა ერთი ნაწილი ღიად საუბრობს რეიტინგების ვარდნაზე და დაკარგული ნდობის აღდგენაზე ფიქრობს, მეორენი პოლიტიკურ თოქ-შოუებში გეგმავენ პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას. აი მაგალითად გედევან ფოფხაძე, რომელიც თulis რომ დამოუკიდებლობის დღის აქციაზე ხალხი კი უნდა შეიკრიბოს, მაგრამ მერე აღარ უნდა დაიშალოს და დაიწყოს სახელმწიფო შენობების პიკეტირება და დაკავება. 26 მაისია მე მოგიწოდებთ რადიკალიზაციისკენ პროცესის რა. არაფერს შუაში არ არის ჩემი პარტია. მე პიროვნულად გეუბნებით, რომ 26 მაისს თუ გვექნება იმის რესურსი, რომ შევიკრიბებით და არ დავიშვლებით და დავამთავრებთ ქართულ ოცნებას, სწორი იქნება. უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო წერტილი საქართველოსი არის ამ რეჟიმის გადაგდება, რუსეთისგან გათავისუფლება და ამას სჭირდება მოთფინებაც, თავგანწირვაც, მსხვერპლიც თუ საჭირო იქნება. ამ გეგმის ხორცშესხმას სულ მცირე ადამიანების მხარდაჭერა სჭირდება. თანაც ისეთი ადამიანების, რომლებიც მზად იქნებიან პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის თავად გაიღონ ფიზიკური მსხვერპლი. მსხვერპლი, რომელზეც გედევან ფოფხაძეს პირველს ნამდვილად არ უსაუბრია. მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში ამ თემამ რამდენჯერმე გაიჟღერა, ჯერ როგორც მოსალოდნელმა საფრთხემ და მერე უფრო მწვავე პროცესების კატალიზატორმა. მაგალითად, მაშინ, როდესაც პროტესტის ცეცხლში გახვეული რუსთაველის ფონზე ოპოზიციური აქტორები ფინანსური გამჭვირვალობის კანონის გაწვევას ითხოვდნენ. ხან საპარლამენტო ტრიბუნიდან ერთი ადამიანის რო დაიღუპოს, ეს დამთავრდება, ყველა ძალიან ცუდად დამთავრდება. და ხანაც ისევ ტელეეთერებიდან. რაიმე ტიპის ღმერთმა დაიფაროს ფატალური შემთხვევა და არავინ არ იცის რა სახეს მიიღებს ის მოვლენები. ამ განცხადებებიდან ერთი წლის შემდეგ, როცა ცალკეულ ოპოზიციონერთა ნარატივი ისევ რადიკალური პროცესებისა და მსხვერპლის გარშემო ტრიალებს, რთულია იმის თქმა, რას ფიქრობს თითოეული ამომრჩეველი. თუმცა ფაქტია, რომ ლევან ხაბეიშვილისა და გედევან ფოფხაძის იდეებს მოწინააღმდეგეები თავად ოპოზიციურ რიგებშიც ჰყავთ. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობაში თანაპარტიელი ხაბეიშვილის იდეას კი იზიარებენ, მაგრამ შენიშვნები აქვთ გედევან ფოფხაძის გეგმასთან. 26 მაისს მე არ ვიცი, 26 მაისს როგორც ვიცი პარლამენტი არ მუშაობს და რა უნდა დავაპიკეტირო 26 მაისს. აი რო გავალ 26 მაისს რა არის დასაპიკეტირებელი, მითხრან ესეც. მაგრამ არც 26 მაისისთვის და არც მომავლისთვის მოსწონთ მაინცა და მაინც რადიკალიზაციის გეგმა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ძირითადად იმ პოლიტიკურ ძალებში, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ან ჯერაც ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ერთიანობის დღე. მე პირადად ვაპირებ ჩემს ამ წლის შვილ გუკასთან ერთად წავიდე 26 მაისის ზეიმზე და ჩემს შვილთან და ოჯახთან ერთად აღნიშნო ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული თითოეული ქართველისთვის. ჩვენი პოლიტიკური პარტია რომ არ არის რადიკალიზმის მომხრე, ეს ჩვენმა მომრჩეველებმა და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან.
და ახლა ურავი ნუ ცდილობს რომ რაღაცნაირად მიგვაწეყოს და ხელოვნურად დაგვაყენოს სადოს ყოველ შემთხვევაში რომ ჩვენც დაგვაყენოს მათთან ერთად. და მაინც რადიკალური პროცესების მომხრე ოპოზიციონერთა განცხადებების ფონზე შეკითხვად რჩება, რა მოხდება 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ერთნაირად ეკუთვნით როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის ამომრჩევლებს. აი მმართველ პარტიაში კი, რომელსაც ძალით გატანით ემუქრებიან, ფიქრობენ, რომ თუ ვინმეს საიდანმე გატანა ემუქრება, ისევ მუქარის ავტორებს პოლიტიკური ველიდან. ხედავთ თუ როგორ მარგინალირებულები არიან მთლიანად აღნიშნული ჯგუფება, რადიკალიზმი ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს აგენტურა, ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს ის ადამიანები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან და რა თქმა უნდა მათი დღის წესრიგი არა სახელმწიფოს ინტერესი, არამედ სხვა ვიღაცა გარედან ჩართული ადამიანების ინტერესების გატარება. საუბრობენ პროვოკაციებზე, საუბრობენ მსხვერპლზეც კი. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება, ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. რესურსში პრემიერ-მინისტრი მოქალაქეთა მხარდაჭერას გულისხმობს, თუმცა არსებობს კიდევ ერთი და რადიკალური პროცესებისთვის ძალიან საჭირო ფინანსური რესურსი. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასკვნეს, რომ გადასახადების გადამხდელთა თანხები სხვა ქვეყნებში საეჭო მიზნებში, მათ შორის რევოლუციურ სცენარებში იხარჯებოდა, USAID-ისა და NED-ის პროექტები დაიხურა. რის შემდეგაც, მაგალითად, პრანკერების მახეში გაბმულმა ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ მხოლოდ ევროპიდან დაპირებული თანხების მოლოდინში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსურ ცხოვრებაში კრიტიკული მომენტი დადგა. ევროპელები საკმაოდ ნელა მოქმედებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სამოქალაქო სექტორისკენ გადმოამისამართებდნენ ფულს, რომელიც სამთავრობო პროგრამებისთვის სანქციების ფარგლებში შეჩერდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ მომხდარა. ამიტომ კრიტიკული მომენტი დადგა. ამ ფინანსურად კრიტიკულ მომენტში არ სუსტდება დასავლური პოლიტიკური კრიტიკა, რომელიც ცალკეული დედაქალაქებიდან ისმის და თანდერთვის სანქცირებულთა სიებს, განცხადებებსა თუ რეზოლუციებს. თუ პრემიერ-მინისტრს დავუჯერებთ, ისევ რევოლუციური მიზნებისთვის, თუმცა ისევ უშედეგოდ. ამას აკეთებდნენ 3 წლის განმავლობაში. რევოლუციას გვიწყობდა ერთი წამით. რევოლუციას გვიწყობდა საქართველოში deep state-ი, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის ხელით, ვინც მაგალითად თავს იკავებდა მილოცვებისგან. ის ხო პირდაპირ ახალისებდა რევოლუციურ პროცესს საქართველოში. ხო სხვა მიზანი არ ქონდა ამ ყველაფერს. ამიტომ კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. ვიდრე მმართველი პარტია კვლავ ევროპულ ბიუროკრატიას აკრიტიკებს. ოპოზიცია კი ისევ მმართველ პარტიას მოცემულობა არ იცვლება. 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც წესით ყველას უნდა აერთიანებდეს, ნაწილი დილით ფიცის დადების ცერემონიალისთვის ემზადება. ნაწილიც საღამოს საპროტესტო აქციისთვის, ერთსა და იმავე რუსთაველის გამზირზე, რომელსაც 90-იან წლებში დიდხანს ეტყობოდა სამოქალაქო დაპირისპირების კვალი. და როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს პოზიციები, მაინც ჩნდება შეკითხვა ამ წარსულის გამოცდილებით, როგორ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს მსხვერპლზე ან რადიკალიზმზე.